AnyDesk-ი პირველ რიგში უნდა გადმოვწეროთ. ამისთვის შევდივართ საიტზე anydesk.com და ვიწერთ მას download now-ს ღილაკის მეშვეობით. როგორც ეს სისტემა თვითონ ცნობს, რომ თქვენ გჭირდებათ Mac-ის ვერსია, დააკვირდით, რომ არის Mac-ი არჩეული, გადმოიწერება შესაბამისად download-ებში ეს ფაილი, გაუშვით AnyDesk-ი და მას შემდეგ რაც ის მოვთხოვთ ინსტალაციას, ესე მაუსით გადაიტანეთ ის აპლიკაციების ფოლდერში. მას შემდეგ რაც AnyDesk-ი დაამთავრებს დაყენებას, გაუშვით ის, დაეთანხმეთ გახსნას და პრინციპში იმისთვის რომ AnyDesk-მა გამართულად იმუშაოს და საერთოდ იმუშაოს, საჭიროა შესაბამისი უფლებების მიცემა. პრინციპში აი აქ პატარა ფანჯი ჩვენ შეგვიძლია ეტაპობრივად მივყვეთ, მაგრამ თუ ეს რაღაცა მოხდა, რომ AnyDesk-ი აქამდე დაყენებული ქონდათ, ან ეს პატარა ფანჯარა დაგეხურათ, ან საერთოდ რაღაცა მსგავსი, მოკლედ ეს ეტაპები არ ჩანს, თქვენ შეგიძლიათ მიიტანოთ მაუსი აი ამ ძახელის ნიშანთან, რომელიც არის წითელ სამკუთხედში AnyDesk-ის პროგრამაში და დააჭიროთ მას და ეს ფანჯარა ისევ გამოვა. ეტაპობრივად მივყვეთ ჯერ პირველი პუნქტი, გავხსნათ და გადავწიოთ AnyDesk-ის პარამეტრი, ჩავხტოთ ის, შევიყვანოთ პაროლი და ხელახლა დავხუროთ და გავხსნათ AnyDesk-ი თავიდან. ისევ ასე, ანუ პირველი პუნქტი უკვე გამწვანებულია, მეორე პუნქტი დავხუროთ სეტინგების ფანჯარა, იმისთვის რომ ავტომატურად გამოგვიტანოს მეორე პუნქტი, შეგვიყვანოს და გამოგვიტანოს, აქაც AnyDesk-ი გავწიოთ, შეგვიძლია თითის ანაბეჭდითაც თუ აქვს ჩვენ Mac-ს თითის ანაბეჭდის ფუნქცია, ისიც გამოვიყვანოთ და ჩავხტოთ, დავხუროთ სეტინგების ასე ვთქვათ ფანჯარა და მესამე პუნქტი აქაც გადავწიოთ. აქაც დავეთანხმოთ გინდათ პაროლით და გინდათ თითის ანაბეჭდით და ხელახლა დავხუროთ და ხელახლა გავხსნათ პრინციპში. თუ აქ გაქრა ძახელის ნიშანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გამართულია და AnyDesk-ით სარგებლობა არის შესაძლებელი. მადლობა ყურადღებისთვის.